და გადაწყვეტილება არ ვიყარო პენსი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება. მინდა მჯეროდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა წავა სწორი გზით, ჩვენი საზოგადოება დაამკვიდრებს ახალდემოკრატიულ ღირებულებებს, ძველი მისაღები ღირებულებების განადგურების გარეშე. ჯერა რომ ჩვენი საზოგადოება გააკეთებს სწორ არჩევანს და ჩვენ გავაგრძელებთ სწორი ნაბიჯებით და სწრაფი ნაბიჯებით წინსვლას. მე არ ვარ მოყოფილი ამ გადაწყვეტილებით და მე მინდა გითხრათ, რომ მე ჩემთვის ნინო არის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება. ის არის საქართველოს პატრიოტი. ჩვენ მრავალი წელია მოდივართ ერთად. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემთვის არის სტაბილურობის, სიმშვიდის და პოლიტიკური ინტელექტის და ღირსების სიმბოლო. ის მიუხედავად მისი გადაწყვეტილების, მე მინდა ვთქვა, არის და დარჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოლიტიკურ ფიგურად. მშვიდობის არჩევნებამდე 30 დღით ადრე ნინო ბურჯანაძემ უარი განაცხადა უმრავლესობის საპარლამენტო სიის ნომერ პირველობაზე. პირველი ნომერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე იქნება, მეორე კობა სუბელიანი. მე მივიღე გადაწყვეტილება არ ვიყარო კენჭის საპარლამენტო არჩევნებში, გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება. მე ვცდილობდი საპარლამენტო სიაში მოხვედრილიყვნენ ახალი სახეები, რომლებიც ჩემი აზრით გამოადგებოდნენ ქვეყანას, კიდევ უფრო მნიშვნელოვან რეფორმებში ჩაებმებოდნენ, ჰუმანურს გახდნენ რეფორმებს. დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვანი სიახლეების გარეშე რთული იქნება ქვეყნის ეფექტური განვითარება. ამ განცხადებით ნინო ბურჯანაძემ ნაციონალების საარჩევნო სია დატოვა. კომენტარი ოდნავ მოგვიანებით გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მე არ ვარ კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით, ჩემთვის ნინო ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. მან ორჯერ ურთულეს პერიოდში მოახერხა პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულება. ნინო სტაბილურობის, სიმშვიდის, პოლიტიკური ინტელექტის და ღირსების სიმბოლოა. იმედი მაქვს, ეხლა ღირსეულად შეასრულებს ამ პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას და შემდეგაც აქტიური იქნება ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ამავე დროს ნაციონალური მოძრაობა არაა არც სააკაშვილის, არც ბურჯანაძის, არც მინისტრების, არც პრემიერის პირადი საკუთრება. ესაა მასობრივი მოძრაობა, რომელმაც საქართველოს აქცია ნამდვილ სახელმწიფოდ. ეს მოძრაობა უნდა დარჩეს სახალხო მოძრაობა და ეს არაა სააკაშვილის პირადი მოძრაობა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საპარლამენტო სიის რადიკალურზე რადიკალური განახლებისა. ამ სიას სათავეში ჩაუდგება დავით ბაქრაძე, მეორე ნომერი კობა სუბელიანი იქნება. სააკაშვილის მეტი ნინო ბურჯანაძეზე არ უსაუბრია, რა მოხდა სინამდვილეში. დღის მთავარი თემის ერთგვარ განხილვას გთავაზობთ გადაცემაში. ნინო ბურჯანაძე, რომელიც 7 ნოემბრის შემდეგ არ გადამდგარა და ვთქვათ პრეზიდენტიდან დაწყებული დედაქალაქის მერის ჩათვლით ყველას მხრიდან სახელდებოდა სიის ნომერ პირველად, რატომ წავიდა მაინც და მაინც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაირღვა თუ არა ვადები, რის გამოც ამ არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას როგორც ოპოზიცია აცხადებს შესაძლებელია დისკვალიფიკაცია მიეცეს. გამოგზავნეთ SMS-ები და ჩაერთეთ ინტერაქტივში, რომელშიც დღეს ასეთ შეკითხვას გთავაზობთ, როგორ იმოქმედებს ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის რეიტინგზე. სხვათა შორის ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა ორჯერ შევცვალეთ და ანონსებული ჰქონდა, რომ ნაციონალების სიის პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო, რაც შემდეგ გადაიდო, შემდეგ სხვა პარტიებს შევთავაზეთ, მაგრამ დღის მთავარი თემის გამო ჩვენ ცოტა ხნის წინ შევცვალეთ ფორმატი. მოდით გავცეთ პასუხი, რა მოხდა დღეს სიაზე, რა გააპროტესტა ნინო ბურჯანაძემ. სამწუხაროდ მან მთელი საღამო იფიქრა და საბოლოოდ უარი განგვიცხადა გადაცემაში მონაწილეობაზე. იგი რამდენადაც ჩემთვის იყო ცნობილი, სააკაშვილის განცხადებას ელოდებოდა და ამ განცხადების შემდეგ პასუხი იყო არა. პირდაპირ ეთერში კი ჩაგვერთვება ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ჩვენი კორესპონდენტი მიხეილ ფეიქრიშვილი. მიშა, რა ხდება ამ წუთებში CSKO-ში? რამდენადაც მე ვიცი, საღამოს სიტუაცია იყო საკმაოდ დაძაბული. ამ წუთებში ინგა შეიძლება ითქვას, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში იმყოფება. შენობის გარეთ არ შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები. ამ წუთებამდე გასაიდუმლოებული რჩება ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის, ასე ვთქვათ, თანმიმდევრობა და ზოგადად საარჩევნო სია. ბოლო რამოდენიმე საათი არის უშედეგოდ ითხოვს გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო სიის ნახვას, თუმცა როგორც გითხარით, ამ დრომდე ეს ვერ ხერხდება. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მთელი საღამოს განმავლობაში და მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ისინი ეჭვობენ, რომ დაუქულ ქაღალდებში შესაძლოა უბრალოდ სარიელი ფურცლები არის და
არ არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოტანილი ნაციონალური მოძრაობის სია, უფრო მეტიც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია სწორედ ამ წუთებში ადგენს ახალ სიას. ეს არის ის ვარაუდები და ეჭვები, რომელსაც ბოლო რამოდენიმე საათის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები გამოთქვამდნენ. სწორედ ეს იყო იმ პირველადი კომენტარების მიზეზიც, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, თქვათ ხელისუფლების ოპონენტებისგან, საუბარი იყო იმაზე, ხომ არ ხდება ამ წუთებში, თქვათ მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის შედგენა. რამდენიმე წუთში ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს დედაქალაქის მერი გიგი უგულავა. საინტერესოა, რა სიტყვის იგი, სწორედ გიგი უგულავა იყო ის ადამიანი, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ სიის პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო ნინო ბურჯანაძე. მიშა, მანამდე სანამ ჩვენ მოვისმენთ გიგი უგულავას განცხადებებს, საინტერესოა, რას ამბობენ თავად კომისიაში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ პარტიის უფლება არის, დაიტოვოს თქვათ მან უფლება, რომ არ გაამჟღავნოს საკუთარი სია. თუმცა უფრო ცლად ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ბატონი ზურაბ კაჭკაჭიშვილის მოსაზრებები. დავიწყოთ ბატონ კახა თქვენგან. თქვენი თანამოაზრეები, თანაგუნდელები, რომლებიც ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში იმყოფებიან, თქვენი ძირითადი მოთხოვნა და ელით თუ არა, თუნდაც მთელი ღამის განმავლობაში რომ მოახერხებთ ნაციონალური მოძრაობის სიის ნახვას. დიდი მადლობა. პირველ რიგში მე მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს ნაციონალური მოძრაობის რღვევის უკვე საბოლოო და შეუქცევადი ეტაპის დაწყება. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველას, ვისთან ერთადაც ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვედით და მინდა მივცე ყველას პირობა, რომ 7 ნოემბრის სულისკვეთება, 5 იანვრის სულისკვეთება და ჩვენი ბრძოლა 21 მაისს მივა ლოგიკურ დასასრულამდე და საქართველო გათავისუფლდება აი ამ სცენისგან, რასაც ნაციონალური მოძრაობა ეწოდება. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა შიდა კლანური ჯგუფური დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ფრთას შორის სიის შედგენის შესახებ, რაც ვერ იქნა ამოწურული, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოლო წუთებში მიიღო გადაწყვეტილება ნინო ბურჯანაძეს კვოტიდან რამოდენიმე ცნობილი სახის ამოღების შესახებ. ამის შემდეგ შეთანხმება ვერ შედგა და დღეისთვის წარმოდგენილი არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ნაციონალური მოძრაობის მიერ ცარიელი საარჩევნო სია, ცარიელი თეთრი ფურცლები. ეს არის საკმაოდ სიმბოლურიც, რომ ნაციონალურ მოძრაობას აღარ დარჩა არც ერთი სახე, არც ერთი ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად თანხმობას განაცხადებდა მათ სიაში ჩაწერაზე. დღეს არის ბოლო ვადა პოლიტიკური პარტიების და ბლოკების მიერ კანდიდატების წარდგენისა. 6 საათზე ეს ვადა ამოიწურა და ჩვენ ახლა ვკითხულობთ, თუ კი ნაციონალურ მოძრაობას აქვს რაიმე სია წარმოდგენილი გვანახონ და ჩვენ მზად ვართ კონკურენტუნარიან არჩევნებში დავამარცხოთ, პირწმინდად დავამარცხოთ ეს ხელისუფლება, მაგრამ თუ ეს სია წარმოდგენილი არ არის, ინგა, ასეთ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან, მოემზადონ უკეთესად და რომელიმე მოვალანე მის მომავალ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ბატონო კახა, თქვენ დაზუსტებით შეგიძლიათ გითხრათ ახლა პირდაპირ ეთერში, რომ ნაციონალური მოძრაობის სიის ნაცვლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაძლებელია იდოს ცარიელი ფურცლები, იმიტომ რომ ეს არის ისეთი სერიოზული თემა, თუ კი თქვენ ამის დადასტურება შეგიძლიათ, მაშინ უკვე ავტომატურად კითხვის ნიშნები დადგება, ვთქვათ, დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც მე ვესაუბრე ტელეფონით, ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, არანაირი ცარიელი ფურცლები არ არის და რომ სია ჩვეულებრივად დადგენილ ვადებში ხელისუფლების წარმომადგენლები ინგა რამოდენიმე საათის წინ მიიმალენ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, როცა აქ მოვიდნენ უცხოელი დამკვირვებლები, ბატონმა კვიტაშვილმა ფარულად დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა. რაც შეეხება იმას, მაქვს თუ არა მე დადასტურებული ინფორმაცია, მე ახლა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ვიმყოფებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. აქ იმყოფება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ეს ადამიანი არის საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ მას მაგიდაზე უდევს დალუქული პაკეტი ნაციონალური მოძრაობის სიისა და უარს აცხადებს გაურკვეველი მიზეზებით, რომ ეს სია გაიხსნას. თქვენ იცით, რომ ეს სია არის საჯაო მედიის. კახა, საინტერესო იქნება უბრალოდ ბატონი ზურას მოსაზრება. ბატონო ზურა, რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ და თუნდაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა? და იყო თუ არა, მიშა, თუ შეიძლება ვალდებული, ვთქვათ, იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისია, ეხლა რასაც ამბობს ბატონი კუკავა, რომ ჩვენ უნდა გვანახონ, მაგრამ ეს ადამიანიო თარხნიშვილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რადგან ვერ გვაჩვენებს ამ სიასო, იყო თუ არა ვალდებული CSKO, რომ მათთვის ეჩვენებინა ეს სიები გაეხსნა? მოგესალმებით. მე შემიძლია მხოლოდ ერთი რამ გითხრათ, ის რაც უკვე განვაცხადე ეთერში. უფლება სიების ნახვის აქვს მხოლოდ კომისიის წევრებს ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიები შემოწმებული იქნება და ეს მე მგონი არის 25 დღე არჩევნებამდე, ამის შემდეგ ქვეყნდება ეს სიები. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ეს მოთხოვნა წამოაყენეს
კომისიის რამოდენიმე წევრმა მას შემდეგ რაც კანცელარია ანუ ის სათავსო სადაც სიები ინახება დაიხურა და მხოლოდ ხვალ დილას იქნება შესაძლებელი სწორედ ეს იყო ძალიან დიდი ბოდიში იგივე ოპოზიციის ერთგვარი აღელვების მიზეზიც იმიტომ რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია 24 საათიანზე განაკვეთურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს ეხლაო ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ დღეს 6 საათზე ამოიწურა ეს ვადა მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ აი თქვენ ბრძანეთ რომ კომისიის წევრების გარდა ვთქვათ ამ ეტაპზე სხვას არ აქვს უფლება რომ ნახოს ეს სიები ოპოზიციის წარმომადგენლებმა მემხედველობაში მყავს კომისიის წევრები მათ თუ ნახეს ეს სიები რომელიც წარმოადგინა ხელისუფლებამ ისინი ესწრებოდნენ იმ მომენტს როდესაც სიები ჩაბარებული იქნა ასე ვთქვათ სიები რა თქმა უნდა აღარ უნახავთ ვინაიდან ეს ჩაიბარა კანცელარიამ და ეს ხდებოდა სწორედ უკვე 6 საათის მიწურულს. და ბატონოს ეს იმიტომ მოხდა რომ თქვათ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სიები შემოვიდა 6 რომ რამოდენიმე წუთი აგ. რა თქმა უნდა რომ ყოფილიყო დრო მანამდე მაშინ ესეთი სიტუაცია ალბათ არ შეიქმნა. და კახა კუკავასთან თუ შეიძლება ერთი შეკითხვა მექნება ბატონო კახა თუ კი თქვათ ხელისუფლება დღეს ამ ეთერში ისაუბრებს იმაზე რამდენადაც მე ვიცი გიგი უგულავა აპირებს კონკრეტულად ისაუბროს ამ სიის შემადგენლობაზე თუ კი ისინი იტყვია რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია აზვიადებს, როდესაც საუბრობს, რომ ცარიელი ფურცლები არის შესული რეალური სიის ნაცვლად, როგორ უნდა დაგისაბუთონ მათ, რომ მათ არ დაურღვევიათ კანონი. ინგა, შენ გადაცემის ბოლომდე ჩვენ ველოდებით და დილამდე ველოდებით საერთოდ ბატონ უგულავას, მე იმედი მაქვს მას არ შეეშინდება, მობრძანდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და გახსნის იმ დალუქულ პაკეტს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოადგინა. მე რომ მკითხოს კაცმა ეს სია საერთოდ სამუდამოდ უნდა დაილუქოს და აღარასდროს არ უნდა გაიხსნას, მაგრამ თუ ამძალა სულს არჩევნებში მონაწილეობა სრულად გაუგებარია რატო რწმენიათ თავიანთი კანდიდატების. მოვიდნენ, აქ არიან უცხოელი დამკვირვებლები, აქ არიან ოპოზიციური პარტიები, აქ არიან კომისიის წევრები, სხვა შორის, რომლებზეც ბატონი ზურავი საუბრობდა და მათთვისაც ხელმიუწვდომელი არის ეს სიები. სხვა შორის ეს სიები ბატონ ზურავა არ ინახება ახლა კანცელარიებში და ატანილი არის ზევით ლევან თახტაშვილის კაბინეტში. ჩვენ ვთხოვობთ ერთადერთ რამეს, თუ მართლაც არის ამ სიაში, მე არ ვიცი ვინ არის შეყვანილი, კირკიტაძეა თუ ბოკერია, ეს მათი გადასაწყვეტი არის, მაგრამ კანონმდებლობის მიხედვით ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი კომისიის წევრებისთვის. აქ არიან თქვენი ჟურნალისტები თუ კი ეს სია არ არის ცარიელი ფურცლები მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას რატო არ უნდა გაიხსნას ეს სია უბრალოდ მე მინდა ვთქვა რა არის ჩვენი გადაწყვეტილება გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილება რომ ჩვენ იმ კაბინეტთან სადაც ეხლა არის ეს სია და სადაც შეკრებილი არიან საერთაშორისო დამკვირვებლები ჩვენ ვიმორიგებთ დილამდე გასაგებია რომ 6 საათის შემდეგ ეხლა მიზეზი მოიდეს რომ სიის გახსნა არ და დილამდე ვიმორიგებთ გათენდება აქ იქნება სადღეღამისო მორიგეობა გარეთ უკვე იკრიბებიან ჩვენი მხარდამჭერებიც დილით 9 საათზე არ ვიცი თუ 10 საათზე რომელზეც გახსნიან სამუშაო დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პატივცემული ხელმძღვანელობა ჩვენ ყველა ერთად გავხსნით ამ შავ ყუთს რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ წარმოადგინა და ერთად ვნახავთ არის თუ არა იქ მართლაც წარმოდგენილი რაიმე კანდიდატი. კარგით. ბატონო კახა ძალიან დიდი მადლობა მიშას და ასევე მის სტუმარს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მე ასევე გადავხდი დიდ მადლობას გადაცემაში მონაწილეობისთვის მასე ოპოზიცია ეჭვობს რომ ეს არის ცარიელი ფურცლები რას ამბობს ხელისუფლება მე მადლობას გადავხდი გიგი უგულავას იგი დაგვთანხმდა ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში გადავწყვიტეთ ამ ფორმატით გასვლა ეთერში გადაცემაში მიიღო მონაწილეობა ბატონ გიგი ვიდრე დავიწყებ დღის მთავარ სკანდალზე საუბარს მე მხედველობაში მაქვს ნინო ბურჯაანძის დღევანდელი განცხადება მოდით პირველ რიგში იმ მოვლენებს მივუყვეთ რაც ეხლა ხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცარიელი ფურცლები შეიტანა ხელისუფლებამ თუ რა ხდება საღამოშიდობისა არ ამგონი რომ ეს ხან სერიოზული საკითხი იყოს და სერიოზულად იდგეს ეს საკითხი და სერიოზულად უნდა საინტერესოს რატო უნდა შეგვეტანა უბრალოდ მე არ მესმის ცარიელი ფურცლები ბუნებრივია და ყველა არჩევნების ახლავს თან განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებს სიების ციებ-ცხელება და ეს ყველა პარტიისთვის დამახასიათებელია იქნება ეს სახელისუფლებო პარტია თუ იქნება ეს ოპოზიციური პარტია ამიტომ და ეს ქართველების თვისებაა როგორც წესი ზოგადი რომ ყველაფერი ბოლო წუთს ხდება ყველა პარტიამ მოგეხსენება დღეს წარმოადგინა მიუხედავად იმისა რომ დღეს იყო ბოლოვა და მაგრამ არავის არ აუგზავნა თქვა ერთი კვირის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეეტანა ამა თუ იმ პარტიას რატომ უნდა შეგვეტანაო ცარიელი ფურცლები შესაძლებელია იმიტომ ეჭობენ რომ 7-ის რაღაც წუთებზე გააკეთა ბურჯანაძემ თავის ცნობილი განცხადება რა თქმა უნდა მე დავიწყე სწორედ ამით საუბარი რომ სიმართლე გითხრათ ბურჯანაძის განცხადება როდესაც მეც მოვისმინე ტელევიზიით მე ბუნებრივია ინფორმირებული ვიყავი ამ გადაწყვეტილების შესახებ ისევე როგორც პარტიის თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასევე პრეზიდენტიც
მას შემდეგ რამდენიმე ადამიანს, რომელსაც საერთოდ პოლიტიკასთან შეხება არ აქვს, ბუნებრივია ეს ვთქვათ ცოცხალი თემა იყო, ვესაუბრე და ყველას ჰქონდა ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვისაც მე ვესაუბრე, ყველას ჰქონდა იმის განცდა, რომ როდესაც დაინიშნა ეს ბრიფინგი, ყველა ელოდა რომ საუბარი იქნებოდა ან აფხაზეთზე, ან ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გადაუჭარბებლად ყოველგვარი იმის გარშე შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის გამო, რის გამოც ბატონი კუკავა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ღამის გათენებას აპირებს. და ერთგვარი უკმარობის განცდა ალბათ ბევრ ადამიანს გაუჩნდებოდა იმის გამო, რომ ჩემთვის პირადად ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ როგორც ქალბატონ ნინოს მეგობარი და მე ასეთად ვთვლი თავს დღესაც. ის აშკარად არ თვლის თავს თქვენს მეგობრად. კი ბატონო, მეგობრობა თქვენში გულისხმობ გუნდს. მეგობრობა ხანდახან შეიძლება სამხრივიც იყოს, თუმცა და ვაღიარო და ვთქვა, რომ ეს იყო უდრო იმ პოლიტიკური სურათიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, რაც არის და ყოველ შემთხვევაში ის თემა, რა თემის გამოც არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, ჩემთვის ამ შემთხვევაში მე პირადად ჩემს გეუბნებით, გაუგებარია, მაგრამ მე ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. რაც შეეხება ამ თემას, ცხადია, ცარიელი სია არ არის წარდგენილი და ვერც იქნებოდა წარდგენილი, ვინაიდან ეს ესე ვთქვათ ასთა სხვადასხვაობა ამ თემაზე ვინაიდან არსებობდა, ბუნებრივია არსებობდა რამდენიმე ვარიანტი სიის, რომელიც სათად არ იყო სარეზერვო ვარიანტები ჰქონდა, თუკი ბურჯანაძე გააკეთებდა ამ განცხადებას, სხვა შეიტანდი? არსებობდა, იმიტომ რომ არსებითად ის ხალხი არ შეცვლილა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც დაასახელა ქალბატონმა ნინომ და რეკომენდაცია გაუწია, ის არის ამ ახალ სიაში, ასე რომ მოსწრების ამ თვალსაზრისით პრობლემა და ის, რაზეც ბატონი კუკავა საუბრობს, უბრალოდ ტყუილია და აღდგომა და ხვალეო, ხვალაც ნახავს თითოეული ადამიანი და შემიძლია დაგისახელოთ კიდეც ხა დასამალი რა არის. უნდა დაგვისახელოთ, მაგრამ რა პრობლემა გახდა გაეხსნათ ამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რატომ ხდება მუდმივად სალაპარაკო ეს თემა, ბატონო გიგი? თუკი მათაც ესეც მე არ ვიცი რატომ ხდება ეს სალაპარაკო და ეს შეგიძლიათ ეგრე იყო წარმომადგენელი და იმისთვის გეკითხათ. მე ვსაუბრობ იმ საკითხებზე, რომელიც მე მეხება. მაშინ გითხარით ვინ არის სიაში? პირველი ნომერი და ჩვენი საპარლამენტო გუნდის არის დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი. დღეს ის იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალიან მნიშვნელოვანი მისიით. მას ჰქონდა შეხვედრა თავის კოლეგასთან, ისევე როგორც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და მე სწორედ საუბარი ამიტომ დავიწყე ამ თემით, რომ უფრო მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის პრეზიდენტისთვის და ალბათ ქალბატონი ნინოსთვისაც მე დარწმუნებული ვარ და თითოეული ჩვენთაგანისთვის და თითოეული მოქალაქისთვის არის ის, რაც ხდება და მოხდა გუშინ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გულისხმობ განმახვილში, სადაც ქართულ თვითმფრინავს, უპილოტო თვითმფრინავს MiG-29 გაუხსნა ცეცხლი და პირველად არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს ამის ვიდეო დამადასტურებელი იმდენად ცხადი, რომ ამ სიცხადეს ვერ გაექცევა რუსული მხარე ამჯერად. დამადასტურებელი ასევე ნატოს რადარებით ის, რომ ეს გუდაუთის ბაზიდან აფრინდა, ის რომ ეს ნამდვილად განმუხურის თავზე მოხდა და ის რომ ეს მართლა მოხდა და ის რომ მოხდა ეს ამ თვითმფრინავის მიერ, რომელიც რუსეთის შეერაღებულ ძალებს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ეს არის თემები, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ პირდაპირ ვიტყვი, არჩევნები და ყველაფერი მოგრჩება უკან. კი, მაგრამ არჩევნებმა უნდა განსაზღვროს ის პოლიტიკა, რითაც შესაძლებელია დაიბრუნოს ესა თუ ის ხელისუფლება ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს. თქვენ როდესაც ამბობთ, ბატონო გიგი, რომ იყო უდრო ნინო ბურჯანაძის ეს განცხადება, ხომ არ შეიძლება ძალიან უხეშად დავსვა, ეხლა მე შეკითხვა არაადეკვატურია იგი მოვლენები? არ ვიცი. მე ჩვენს ესე ვთქვათ, ასთა სხვადასხვაობაზე ვისაუბრობ მხოლოდ იმდენს, საჯაროდ რამდენიც ისაუბრა ქალბატონმა ნინომ და არც ერთი სიტყვით მეც და არც ერთი სიტყვით ნაკლებთ. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ დასვით შეკითხვა რომ გაინტერესებთ ჩვენი საპარლამენტო სია, ისევე როგორც ჩვენი საპარლამენტო სია, ასევე ჩვენი მაჟორიტარების, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარების კორპუსი თბილისსა და მთელ საქართველოში არის არსებითად განახლებული. 75 მაჟორიტარიდან 62 მაჟორიტარი არის ახალი, თბილისში 10 მაჟორიტარი არის ახალი. სიას რაც შეეხება, სია განახლებულია დაახლოებით 3/4-ით.
ანუ პრაქტიკულად აქაც გვაქვს სიახლე. სიის პირველი ნომერი არის ბატონი დავით ბაქრაძე, შემდეგ არის ყობა სუბელიანი, ბატონი გია როინიშვილი, მესამეა გია როინიშვილი. ეს ბურჯანაძის კვოტა იყო რამდენადაც ვიცი, გია როინიშვილი. ამიტომ ვიზახით, რომ ჩვენ საკითხს არ ვაყენებთ მიუხედავად აი ამ განცხადებისა, ჩვენ არ ვამბობთ იმ ხალხზე უარს, რომლებიც წარმოდგენილი და რეკომენდირებული იყო ქალბატონ ნინოს მხრიდან. შემდეგ არის ბატონი ზაზა გამცემლიძე, სხვა შორის ეს ერთადერთი მაჟორიტარია ვაკის რაიონში, რომელიც სიაშია გამსვლელ ნაწილში. ჩვენი სტრატეგიის მიხედვით არც ერთი მაჟორიტარი არ არის სიაში, ანუ ყველა მაჟორიტარი იბრძვის დამოუკიდებლად, იმიტომ რომ ჩვენთვის პრინციპული იყო, როდესაც ჩვენ 75 მაჟორიტარის სისტემა შემოვიტანეთ პარლამენტში, ჩვენ ვთქვით, რომ მაჟორიტარი არის ადამიანი, რომელსაც პერსონალურად ირჩევს ესა თუ ის ადამიანი და პერსონალურად არის ის რა ადამიანი, არჩეული ადამიანი, პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, რომელსაც მას პირადად აძლევს ხმას. და ყველა თბილისში დანარჩენი ყველა მაჟორიტარი, არც ერთი მაჟორიტარი უпростоრად არ ზის სიაში. მაჟორიტარი არ ზის გამსვლელ სიაში, ფორმალურად ახლა 125-ის მერე შეიძლება იჯდეს, მაგას არსებითი მნიშვნელობა მოგიხსენებათ არ აქვს, მაგრამ გამსვლელში არც ერთი არ ზის, სხვა შორის ეს განასხვავებს ნაციონალურ მოძრაობას სხვა პარტიებისაგან, სადაც ყველა პარტიული ლიდერი არის დაზღვეული საარჩევნო სიით და ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ყავს უამრავი ახალი საინტერესო სახე თბილისში და რეგიონებში და სწორედ ეს ხალხი თავისი რისკით, საკუთარი რისკის ფასად, თავისი პოლიტიკური რეპუტაციის ფასად, თავის საკუთარ თავს აყენებს პარტიასთან ერთად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ ნაწილში ჩვენ გავიმარჯვებს. შემდეგ ახალი სახე არის ნუგზარ ციკლაური, ეს არის გამომცემელი. ნუგზარ ციკლაური ახალი სახეა, ბატონო გიგი, იგი აქტიური მხარდამჭერი იყო ყოველთვის მხარდამჭერისა და ნაციონალური მოძრაობის. არა მხარდამჭერი და მტერი ვერ მოხდებოდა პოლიტიკური გუნდის სიაში, ცხადია, ამიტომ მხარდამჭერი იყო, მაგრამ ის პოლიტიკისთვის ახალი სახეა, ის აქამდე აქტიურ პოლიტიკაში არ იყო ჩაბმული. ხათუნა ოჩიაური, რომელიც ასევე ახალი სახეა, მე პირველ ათაუს დავასახელებ თქვენის ნებართვით, ალბათ მე მგონი შემდეგ სხვა საკითხებზე გადავალთ. ასევე სიაში არის ბატონი მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი და დავით დარჩიაშვილი. დავით დარჩიაშვილსაც ალბათ თქვენ იცნობთ, ეს არის პოლიტოლოგის ფონდ გეა საზოგადოებას საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი. ეს არის ის 10 ადამიანი, რომელიც დაგიცახელეთ, შემიძლია ახლა ყველას სხვა დავასახელო, ასევე დავასახელო მაჟორიტარები არა, მაგრამ მე მგონი ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, მომდევნო გადაცემის საკითხი. ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, ოდნავ მოგვიანებით. წარმოვადგენთ იქნება პრეზენტაცია. კარგით, ბატონო გიგი, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ სრული სერიოზობით. აი, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მესამე არისო გია როინიშვილი. მეოთხე ვიდრე ნინო ბურჯანაძის განცხადების ძალიან კონკრეტულ რაღაც დეტალებს შევეხები. შემდეგ არის ნუგზარ ციკლაური, შემდეგ არის ხათუნა ოჩიაური. რა დამსახურებისამებრ რა გახდა ამ შემთხვევაში, ვთქვა თქვენთვის, უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რომ ჩაგესვათ ეს ადამიანები სიაში. ამას გეკითხებით, იმიტომ რომ ნინო ბურჯანაძე, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იყო ხელისუფლების, ასე ვთქვათ, აი ეს მოდური სახე ერთ-ერთი ყველაზე მეტად, სადაც კი რაღაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ხდებოდა აქცენტირება ნინო ბურჯანაძეზე, რომელიც გვერდზეც თქვენც არაერთხელ გვინახი ხართ, რომელზეც პრეზიდენტი აკეთებდა ესეთ განცხადებებს. რა მოხდა ისეთი, რომ ამ ადამიანის მიერ შემოთავაზებული სახეები თქვენ უარყავით და წინ ჩასვით თუნდაც იგივე ნუგზარ ციკლაური, ხათუნა ოჩიაური და ასე შემდეგ. ვინ შემოგთავაზათ ისეთი ნინო ბურჯანაძე, ვინც თქვენთვის ამაზე უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა? მე გითხარით და გავიმეორებ, გამეორება ცოდნის დედა, რომ ქალბატონ ნინოზე მეც ამ თემაზე მე არ ვისაუბრებ. ქალბატონ ნინომ რა დოზითაც ჩათვალა ამ თემაზე აუცილებელია საუბრის, მე ზუსტად იმ დოზით ვისაუბრებ. შესაბამისად, გითხარით ასევე რომ ამ სიაში წარმოდგენილია ის ნაწილი იმ ხალხისა, რომელიც ქალბატონ ნინოს რეკომენდაციით იყო და ისინი დარჩნენ, სხვა შორის არის ასევე პეტრე მამრაძე, რომელიც ქალბატონ ნინოს რეკომენდაციით იყო. დარჩა იგი სიაში. დარჩა დიახ სიაში. აქედან გამომდინარე, ეს არის ასევე ისე ვიმეორებ ის მაქსიმუმი, რაც შემიძლია ვთქვა. გამომდინარე კორექტულობიდან, გამომდინარე იმ თემიდან, რომ ქალბატონო თვითონ არის სურვა ამ თემაზე საუბარი, შესაბამისად, ჩემგანაც ალბათ უადგილო იქნება ვისაუბრო პერსონალიებზე. კარგით, მაგრამ მე ხელთ მიჭირავს ნინო ბურჯანაძის ტექსტი, სრული ვარიანტი, შესაბამისად, სწორედ იმ დოზით ვისაუბროთ, მაშინ რა დოზითაც ქალბატონი პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა. მე ვთვლი, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კორექტირებას მოითხოვს. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ გარკვეული შეცდომები გამოსწორებული უნდა იქნას. ნაწილობრივ ეს
განმასყებულიც არის და მე მჭირდებოდა ახალი სახეები იმისათვის რომ თქვათ აი ამ შეცდომებზე კიდევ ხელახლა აღარ გაგვევლო თუ შეუძლია გიგი უგულავას მითხრას აი ამ პერიოდის განმავლობაში რა იყო ის მთავარი შეცდომები რასაც ასე აპროტესტებდა ნინო ბურჯანაძე რამაც მას ეს გადაწყვეტილება მიაღებინა რომ თუ ახალი ხალხი მისი ხალხი არ შევიდოდა სიაში მაშინ ქვეყანაში დაშვებული ეს შეცდომები არ გამოსწორდებოდა ისევ იმეორებ იმისა სწორედ ის განცდა რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ისევ როგორც გულწრფელად გითხრათ ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს საქართველოში მოქმედს სჭირდება განახლება და ეს არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პრობლემა ან არ იყო ნაციონალური მოძრაობის პრობლემა ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზმის პრობლემა და არჩევნები არის ამის საუკეთესო საშუალება რომ თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანი გაუღოს კარები და სხვათა შორის ჩვენი პარტიის პოლიტიკაც არის სწორედ ესეთი რომ მიდრეკილება ის რაც ტრადიციულად ჩვენაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და უამრავი პარტიას უარსებია დაახლოებით ჯამურად 500-ზე მეტი პარტია იყო რეგისტრირებული და ეხლა ძალიან ბევრია პარტია როგორც წესი არის რაღაც პითაგორას დახურული სივრცე კასტასავით სადაც უცხო ადამიანებს არ უშვებენ ან ჩვენგან წასულ ადამიანებს შერიცხავენ თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური პარტიები არის გახსნილი ის მეტად არის დამსგავსებული საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ის მეტად ცდილობს მოიზიდოს და მის გვერდზე დაიყენოს და ინტეგრაცია მისი მოახდინოს საინტერესო ადამიანებს ამ თვალსაზრისით მე მიმაჩნია რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაზე განახლებული ყველაზე მეტად მოდერნიზებული, ყველაზე მეტად საინტერესო გუნდი წარმოადგენს. მაგრამ ნინო ბურჯანაძე ხომ არ არის პატარა ბავშვი ან ახალბედა დეპუტატი, რომ გაეკეთებინა ასეთი განცხადება, დღეს ალბათ არავის უჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რატომ უნდა მოსულიყვნენ პოლიტიკაში ახალი ფიგურები, ეგრეთ წოდებული ნინო ბურჯანაძის გუნდი. მე კითხვა მინდა დაგისვათ, სწორედ ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ვინ აღმოჩნდა თქვენთვის ისეთი მიუღებელი, რის გამოც ქალბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ საერთოდ წასულიყო საპარლამენტო სიიდან და ნიშნავს რომ მისი წასვლა სიიდან იმას რომ იგი საერთოდ წავიდა ნაციონალური მოძრაობიდანაც 2/3 შეკითხვებისა თქვენი ქალბატონ ნინოს ეკუთვნის და შორს სწორი იქნებოდა კი მაგრამ თქვენ თქვით რომ ვიცოდიო ყველაფერიო და ალბათ ამ ყველაფრის პასუხიც იცით თქვენ ნინო ბურჯანაძე უბრალოდ შეიძლება რაღაცა იცოდე მაგრამ კითხვის ადრესატი იყო სხვა ეს ისე შენიშვნის სახით მაგრამ გიპასუხებთ რაც შეეხება თქვენ შეკითხვას რომ ნახევრად ხუმრობით გიპასუხებთ იმიტომ რომ ისე ვიმეორებ მე გადაცემის დაწყებიდანვე გითხარით რომ ამ თემაზე ვისაუბრებ იმდენს რამდენიც ისაუბრა ქალბატონმა ნინომ იმ დოზით რა დოზითაც მან ჩათვალა ამ თემაზე საუბარი საჭიროდ ჩვენ იმდენი ვისაუბრეთ განახლებაზე რომ საბოლოო ჯამში ძალიან ფუნდამენტური განახლება გამოვიდა ეს რა თქმა ქალბატონ ნინოზეს გავცელდა საბოლოო ჯამში მაგრამ ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობის ხასიათზე დაგაყენა ბურჯანაძის ხუმრობით არა რა თქმა უნდა ყოველთვის იუმორი ადამიანმა არასდროს არ უნდა დაკარგოს იუმორი ბოლოში კვდება იმედზე ბოლოში კვდება იუმორი ასე რომ ნახევრად ხუმრობით გეუბნებით რაც შეეხება პერსონალიებს ისევ ვიმეორებ მე ვერ ვისაუბრებ იმ ხალხზე რომელი ხალხიც იყო რეკომენდებული მის მიერ ალბათ ქალბატონ ნინო თუ ჩათვლისათვე თვითონ ისაუბრებს ამის შესახებ მე ვამბობ ერთ რამეს რომ პოლიტიკური ორგანიზმი იმისად უნდა იყოს ღია და ნაციონალური მოძრაობა ამ თვალსაზრისით არის ყველაზე ღია პარტია. ეს გავიგეთ ბატონ გიგი, მაგრამ ამ ადამიანს იმდენი დამსახურება არ ქონდა, იგივე რევოლუციიდან მოყოლებული, თქვათ იგი იყო თქვენი ტრიუმვირატის ერთ-ერთი წევრი. იგი იყო ადამიანი, რომელზეც მუდმივად ხდებოდა პედალირება, ყოველთვის ხდებოდა აქცენტების გაკეთება, რომ ნინო ბურჯანაძე იყო განსაკუთრებული. ნუ თუ მას არ ქონდა იმდენი დამსახურება, დღეს სააკაშვილიც საუბრობდა მის ღირსებებზე, რომ მის მიერ რეკომენდირებული ადამიანები ისეთი დოზით მოხვედრილიყვნენ ამ საპარლამენტო სიაში, რომ იგი ასეთი სკანდალით არ წასულიყო. ეს იყო სკანდალი. მე ძალიან გამიკვირდა სხვათა შორის, როდესაც ქალბატონმა ნინომ დღეს უარი თქვა ეთერში გამოსვლაზე. ჩვენ ველოდით, რომ იგი რაღაც განმარტებებს გააკეთებდა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მან თქვა უარი ხომ სიაზე. ანუ იგი აღარ იქნება მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე. რას გთავაზობდათ ისეც არ იყო იგი იმის ღირსი, რომ თქვათ მისი რეკომენდირებული ადამიანები მისი მხრიდან მიგეღოთ ამ სიაში. და ვინ განსაზღვრა ეს სია, თუ არ არის საიდუმლო. სააკაშვილმაო წეღან კუკავა ამბობდა.
მე ვიმაჩნია რომ საკითხს თქვენ უფრო უტრირებულად აყენებთ და ისევ ვიმეორებ შეკითხვების ალბათ 2/3 კვლავ ადრესირებულია ქალბატონ ნინოს მიმართ. რაც შეეხება ვინ განსაზღვრა და ნაციონალური მოძრაობის სია განსაზღვრა ყველა ერთად, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, სათავეებში ხარ, სხვათა შორის მინდა გითხრათ ასევე, რომ თვითონ პრეზიდენტი ნაკლებად მონაწილეობდა ამ პროცესში და მონაწილეობს კიდეც გამომდინარე იმ ძიმე მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე, მე მხედველობაში მაქვს რუსეთის გადაწყვეტილება მოუხსნას სანქციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია და ამ მიმართულებით საგარეო პოლიტიკური ვექტორია გადართული მთლიანად. მე დღეს თვითონ ვესწრებოდი პრეზიდენტ პუტინთან მის საუბარს და ეს იყო ძალიან მძიმე საუბარი. მე არ მინდა სიტუაციის ხელოვნური დრამატიზირება, მაგრამ ეს სწორედ ის მომენტია, სადაც კონსოლიდაცია ერის, კონსოლიდაცია თითოეული ადამიანის და დაფიქრება იმ პერსპექტივებზე, რა პერსპექტივები ჩვენ გვაქვს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ ვამბობ სწორედ, რომ გარკვეულწილად ჩემთვის ცოტა უცნაური იყო და ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ეს განცდა, რომ ბრიფინგი სწორედ საკადრო საკითხებზე შეუთანხმებლობა და გადაწყვეტილებას მიიღო. ეს ჩემი რომ ნინო ბურჯანაძისთვის პირადი ინტერესი თქვენი აზრით უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ქვეყნის? არა, მაგას არ ვამბობ, რა თქმა უნდა, ქალბატონ ნინოს ამ საკითხებში სხვათა შორის მინდა გითხრათ, ქალბატონი ნინოს ესწრებოდა ამ საუბარს, პუტინისა და სააკაშვილის საუბარს. ისევ ვიმეორებ კიდევ ის იყო ძალიან მძიმე საუბარი, რომელიც დაახლოებით 1 საათი წელდებოდა და მიმოიხილავდა ძალიან ბევრ ისეთ ასპექტებს, რაც იმას მიადიდებს, რომ თვითონ პუტინი არის პირადად ჩართული მთელ ამ პროცესებში, იმდენად დეტალურად იცის მან ეს საკითხები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმე ბევრად უფრო სერიოზულად დგას, ვიდრე რომელიმე კონკრეტული გენერლის გადაწყვეტილება, ვთქვათ, აფეთქოს ესა თუ ის თვითმფრინავი, ან მიიღოს რაღაცა თავისუფალი გადაწყვეტილება გადახვეული გენერალური ხაზიდან. ამიტომ ნინო ბურჯანაძე თუ ესწრებოდა ამ შეხვედრას, აქვე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ეს საუბარი პუტინსა და სააკაშვილის შორის ნინო ბურჯანაძის პრესკონფერენციამდე შედგა თუ ამ პრესკონფერენციის შემდეგ? ესეც საინტერესოა ალბათ. პრესკონფერენციამდე სულ რაღაც 1 საათი ადრე. ასე რომ ისევ ვიმეორებ, მე სწორედ ხაზს ამიტომ უსვამ, რომ ის გადაწყვეტილება, რაც ქალბატონმა მიიღო, ნინო მიიღო, ის იყო მისი გადაწყვეტილება. ყველა ადამიანს აქვს თავის გადაწყვეტილების მიღების უფლება. შეფასებად შესაბამისად ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ თავარი არის ის, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვინც დავჭით ესე ვთქვათ ამ შემთხვევაში და ქალბატონი ნინოც, რომელიც დარწმუნებული ვარ ძირითად საკითხებში და მე ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვესწრებოდით ამ საუბარს ქალბატონი ნინოც, იმიტომ რომ ქალბატონი ნინო მიუხედავად იმისა ამ გადაწყვეტილებისა ის რჩება პოლიტიკაში, ის არის ერთ-ერთი ეს უნდა ქალბატონი ნინო თვითონ გადაწყვეტოს. არა, თქვენ როგორ ალბათ გეკნებათ აი ეს ინფორმაცია. ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, ცხადია ეს თვითონ ქალბატონი ნინო უნდა გადაწყვეტოს. ის რჩება ქართულ პოლიტიკაში, ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და შესაბამისად აქედან გამომდინარე, მასთან ამ შემთხვევაში ჩვენ დასამალი რა თქმა უნდა არ ქონდა, სწორედ ამიტომ იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, სწორედ ნინოც, ქალბატონი ნინოც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საეტაპო, ესე ვთქვათ, წყალგამყოფი ხაზი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიქნებით ჩვენ ერთ სიაში თუ არა. კარგით, ეს ძალიან საინტერესო დეტალი, უკვე მე რამდენად ვთქვათ ხაზგასმა გაკეთდა იმაზე, რომ აი როდესაც არის ასეთი სიტუაცია, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე საარჩევნო სია. ანუ გამოდის ისე, რომ ნინო ბურჯანაძისთვის მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მე როგორც მივხვდი თქვენი პასუხიდან, ის თუნდაც რომ დღეს ეს განცხადება გაეკეთებინა. შესაძლებელია ეს არის ჩემი დასკვნა, მე მოდით ჩემი დასკვნებისგან თავ შევიკავებ, აღარ გავაგრძელებ ამაზე საუბარს. მე ვთვლი, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მოითხოვს კორექტირებასო და იგი საუბრობდა შეცდომებზე. მე კიდევ მინდა ერთი კითხვა გაგიმეოროთ, რომელიც დავსვი საუბრის დასაწყისში. რა იყო ის შეცდომები, რაზეც თქვენ ქალბატონ ნინოსთან ჰქონდა წინააღმდეგობა? ხომ არ იყო დღევანდელი დღე ბატონო გიგი, ხომ არ შეიძლება ვთქვათ რაღაცა დაგროვილი, რაღაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი? მე შეგახსენებთ, სულ იყო ხოლმე ინფორმაცია, სულ ვრცელდებოდა მუდმივად, რომ აი ნინო ბურჯანაძე შესაძლოა წავიდეს ხელისუფლების გუნდიდან, ნინო ბურჯანაძე შესაძლოა ოპოზიციის ლიდერი გახდეს. უფრო მეტიც მე არ ვიცი ახლა ეს უნდა ვთქვა თუ არა, ერთ-ერთ გადაცემისას ღია ეთერი მიმყავდა მე მაშინ, დამირეკა ქალბატონი ნინოს პრესმდივანმა და მითხრა, რომ საღამოს შესაძლებელი იყო ნინო ბურჯანაძეს გაეკეთებინა რაღაც განცხადება. მაშინ ძალიან
პიკი იყო სანდრო გირგულიანის თემის და რამდენადაც ცნობილი გახდა ჩვენთვის, თითქოს იგი აპირებდა რაღაც სპეციალური განცხადების გაკეთებას და ბოლო მომენტში ასევე პრეს სამსახურის ხელმძღვანელისგან გავიგეთ, რომ მან გადაიფიქრა ბრიფინგის ჩატარება. ამას არ გეკითხებით შემთხვევით, იმიტომ რომ სულ ვრცელდებოდა ასეთი ინფორმაცია. ხომ არ იყო რაღაც დაგროვილი, ხომ არ მიუთითებდა ხოლმე იგი სააკაშვილის მის გუნდს, თუნდაც თქვენ როგორც ერთ-ერთ მთავარ ფიგურას ამ ხელისუფლებისას, რაღაც შეცდომებზე და ეს დღეს ამოხეთქა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერმა. საყვედური შეიძლება ვთქვა ქალბატონ ნინოს მიმართ, იმიტომ რომ ის უნდა ყოფილიყო დღეს სტუმარი, ალბათ იმიტომ რომ 90% შეკითხვების ეს შეკითხვაც კვლავ მე გიხდით მადლობას რომ მოხვედით ამ გადაცემის სტუმრად, მე მესმის არის ძალიან მძიმე სასაუბრო, თქვათ ნინო ბურჯანაძის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მას მუდმივად გვერდით ედექით ამ საარჩევნო კამპანიისას და ბოლოს და ბოლოს თქვენ დაგვიდასტურეთ, რომ ეს ადამიანი იქნება პირველი ნომერიო. ისევე მეორე ფის ქალბატონ ნინოს გადაწყვეტილება იყო, რაც შეეხება პოლიტიკურ გუნდში კამათი ცხარე კამათი. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი რამ და ღმერთმა დაიფაროს ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი, რომ არ იყოს ასეთი რამ. და ბუნებრივია, ქალბატონ ნინო არის ჩვენი გუნდის წევრი და ისიც ამ პოლემიკაში მონაწილეობდა ძალიან აქტიურად. აქედან გამომდინარე, მე ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ნებისმიერი ღია საზოგადოების დამახასიათებელი თვისება არის დისკუსია, კამათი, ქართველებს გვაქვს კიდევ უფრო ესეთად ექსპრესიული კამათის მანერა, მეც მათ შორის, აქედან გამომდინარე, მე გამიჭირდება ვისაუბრო ესეთ თქვათ დალაგებულად რა შეიძლება წენოდა ადამიანს, რა შეიძლება არ წენოდა, მე მგონი არასწორად ვაყენებ საკითხს. ქალბატონმა ნინო მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მას ერთგვარი ტაიმაუტი სჭირდებოდა პოლიტიკაში ასახებად, ეს არის თქვათ მისი გადაწყვეტილება, ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ და შესაბამისად ისევე მეორებ ზედმეტი დრამატიზაციის გარეშე ჩვენ ვინაიდან და მე გულწრფელად გეტყვით, ეს არ იყო უბრალო გადაწყვეტილება, ქალბატონ ნინო არ იყო რიგითი ჩვენი წევრი, შესაბამისად, რა თქმა უნდა შევეცადეთ, შესაბამისად როგორც პოლიტიკური ორგანიზმისთვის და ნაციონალური მოძრაობა, ცოცხალი პოლიტიკური ორგანიზმი, ეს არის დარტყმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავჩერდეთ, ჩვენ არ წარუდგინოთ საზოგადოებას ჩვენი პროგრამა, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა, ჩვენ ძალიან საინტერესო განახლებული წარვდექით საზოგადოების წინაშე, შესაბამისად უკვე 21 იანვარს საზოგადოება გადაწყვეტს თუ დაუჭიროს რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელ პოლიტიკურ ძალას და რომელი პოლიტიკური ძალა დაიცავს მათ უსაფრთხოებას, რომელი პოლიტიკური ძალა იზრუნებს სამუშაო ადგილების შექმნაზე და რომელი პოლიტიკური ძალა იქნება სიღარიბის დაძლევაზე პასუხისმგებელი. ეს უკვე საზოგადოების გადასაწყვეტია, წინასწარ არც ერთი პოლიტიკური ძალისგან არ არის მიზანშეწონილი ბრექიაობა, იმიტომ რომ ჩვენ გავიმარჯვებთ წინასწარ ძახილი, მე მიმაჩნია ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ადამიანი საარჩევნო კუთთან თვითონ აკეთებს განცხადება არჩევანს, შესაბამისად წინასწარ პოლიტიკოსი რო იძახის მე გავიმარჯვებ, მე მიმაჩნია ეს არასწორია. შესაძლებელია ის არის დარწმუნებული საკუთარ ძალებში და ვთქვათ თავისი ამომრჩევლების მხარდაჭერაში. არც ერთი ძალა არ არის უფრო ძლიერი ვიდრე თვითონ საზოგადოება და საზოგადოება აკეთებს თვითონ არჩევანს. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებ ეთერში. მუდმივად იყო ხოლმე საუბარი იმაზე, აი ოპოზიცია საუბრობდა, რომ ნინო ბურჯანაძე იყო მძევალიო ხელისუფლების ერთგვარი და მუდმივად იყო ხოლმე საუბარი იმაზე, რომ მან რო გააკეთოს მკვეთრი პოლიტიკური განცხადება, თავისივე უმრავლესობის მხრიდან შესაძლებელია მას შექმნოდა რაიმე პრობლემა. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ხომ არ არის ამის შემდეგ უკვე მოსალოდნელი, რომ ნინო ბურჯანაძის ოჯახის წინააღმდეგ ჩვენ დავიწყოთ, ჩვენ მოვისმინოთ უკვე რაღაც განცხადებები იგივე უმრავლესობის წარმომადგენლებისგან. მე მხედველობაში მაქვს თუნდაც ცნობილი სკანდალები, რომელშიც არაერთხელ გახვეულა ოპოზიციის მხრიდან წამოყენებული ეს ბრალდებები მაქვს მხედველობაში, იგივე ანზორ ბურჯანაძის წინააღმდეგ მეუღლის თემა და ასე შემდეგ. ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ უკვე მომავალ პარლამენტში ნინო ბურჯანაძის ოჯახის წინააღმდეგ შეიძლება ჩვენ ვიხილოთ თავდასხმები თქვენი გუნდის მხრიდან? თქვენს გრძელ და მრავლის მომცველ შეკითხვაზე მარტივად და ლაკონურად გიპასუხებთ, არა. კარგით, არა, გადაცემაში არის რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, რადგან დათო ბაქრაძე, დავით ბაქრაძე ხდება სიის ნომერი პირველი. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ პარლამენტში თუ კი თქვენ უმრავლესობით მოხვალთ, შეიძლება თუ გყავთ მოძებნილი კანდიდატურა, ვინც ნინო ბურჯანაძეს ჩაანაცვლებს, ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ფიქრობთ საინტერესოა, გიგი უგულავას პასუხები დღის მთავარ თემაზე დაგვეცეთ.
ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ საუბარს დღის მთავარ თემაზე. გიგი უგულავასთან დედაქალაქის მერი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. პოლიტიკური სკანდალი ხელისუფლება არ იმჩნევს, იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიიღო ნინო ბურჯანაძემ და ეს იყო მისი გადაწყვეტილება და რომ ამით მათ გუნდში არაფერი არ იცვლება. თუმცა ფაქტია, რომ როდესაც ასეთ ქალბატონი ნინო აღარ არის გუნდში. ქალბატონი ნინო რომ აღარ არის გუნდში, ეს არის სიაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამა თუ იმ ფორმით ის დარჩება. რა ფორმით, ბატონო გიგი? საერთოდ ოპოზიციიდან გაჟღერდა ერთ-ერთი ასეთი ვერსია, ხომ არ შეიძლება ეს უკავშირდებოდეს მემკვიდრის საკითხს, ანუ ვინ იქნება სააკაშვილის შემდეგ. ხომ არ შეიძლება იყოს ბურჯანაძე მომავალი პრემიერ-მინისტრი, ან სულად საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ კი გავიხსენებთ მისდამი საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან დადებით დამოკიდებულებას. როდესაც სააკაშვილი ამბობს, როდესაც დედაქალაქის მერი ამბობს, რომ იგი რჩება ჩვენს გუნდში, როგორ წარმოგიდგენიათ რა ფორმით უნდა დარჩეს? ამას დრო გვიჩვენებს. არ გისაუბრიათ ამ თემაზე მასთან? მე არ მისაუბრია, შეიძლება პრეზიდენტს ქონა, არ ვიცი, მე ვერ გეტყვით. მე დარწმუნებული, იმიტომ რომ მე ვიცი ქალბატონი ნინოს სახელმწიფოებრივი ხედვა, ვიცი მისი ღირებულებები, ვიცი მისი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და სტრატეგიაზე და აქედან გამომდინარე შეიძლება ადამიანები არ იყვნენ ერთ სიაში, მაგრამ ჰქონდათ ერთიანი ხედვა. და ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საერთო მიუხედავად იმისა, რომ მე არაერთხელ გითხარით, რომ კამათი, ცხარე დაპირისპირება არის ძალიან ჩვეულებრივი. თუმცა თქვენ არ მიპასუხეთ არც ერთ დასმულ შეკითხვაზე, აი რაზე კამათობდით ნინო ბურჯანაძესთან. მაგალითად 7 ნოემბრის შემდეგ თუ გეკამათათ, იმედის დარბევის ფაქტზე თუ გიკამათიათ, ყველაფერზე გიკამათია. ანუ მისი პოზიცია რა იყო, რომ სწორი იყო ის ყველაფერი, თუნდაც 7 ნოემბერი რომ ავიღოთ. სწორი იყო, ყველაფერი არ მეავთვლი, რომ ყველაფერი სწორი იყო. ვინც ჭკუას ისწავლებს, ვისაც ჭკუა აქვს. შეცდომებს ის ჩადის, ვინც რაღაცას აკეთებს. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი რაღაც. აქედან გამომდინარე, ახლა მე ნამდვილად არ მახსოვს ვინ რა პოზიციაზე იდგა რომელიმე კონკრეტულ დეტალთან ან საკითხთან დაკავშირებით თუნდაც. როგორი იყო, რაზე დაობდით, თუ არ გიდავიათ ამ თემაზე, შესაძლებელია სულაც არ იყოს დავის თემას. და მთავარი გაკვეთილი, რაც ჩვენმა საზოგადოებამ პოლიტიკურმა სპექტრმა, ამ შემთხვევაში მთლიანმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გამოიტანოს, არის ის, რომ მოხდეს პოლიტიკის დერადიკალიზაცია. ანუ ექსტრემისტული მუხტი მთლიანად გამოვიდეს პოლიტიკიდან და ამით იხერხებს მხოლოდ საზოგადოება. ეს არის მთავარი გაკვეთილი. ეს არის გაკვეთილი თითოეული საზოგადოების წევრისთვის, თითოეული ადამიანისთვის, ვინც ხელისუფლებაში დღეს არის და ხელისუფლებაში სხვა დროს აპირებს მოსვლას. მე იცით რატომ თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას და ამ საკითხში ჩვენი პოზიციები, ჩემიც და ქალბატონი ნინოსიც არის ერთიანი, თუ ჩვენ მოვახერხეთ პოლიტიკის დერადიკალიზაცია, პოლიტიკიდან გამოვიტანოთ ექსტრემისტული მუხტი და პოლიტიკა გავხადოთ უფრო რაციონალური, უფრო საქმეზე ორიენტირებული, მაშინ ჩვენ მივაღწევთ შედეგს და ეს შედეგი ამ შემთხვევაში არ არის 21 მაისს გამარჯვება. ეს არის შედეგი იქნება ის, რომ იქნება სტაბილური პოლიტიკური გარემო, სადაც არ იქნება პოლიტიკური რყევები და ადამიანის თუნდაც სკანდალური განცხადება არ გამოიწვევს რაიმე პოლიტიკურ რყევას. საინტერესოა ჯამში ეს ქვეყანა საუნებს. კარგით, ბატონო გიგი, მე ამ შეკითხვას გისვამთ, იმიტომ რომ იყო ასეთი ინფორმაცია, უბრალოდ ჩვენ ეს კადრებიც ნანახი გვაქვს, როდესაც იგივე 7 ნოემბერს დარბოდნენ პირდაპირ ვიტყვე მე ამ სიტყვას, რაც არ უნდა უხეშად გამომივიდეს, ბოდიშს მოუხდი მაყურებელს, დარბოდნენ გახარებული ბეგაშვილი და ვთქვათ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, თუ არ ვცდები ბატონი კირკიტაძე იყო მის გვერდით და სხვები და სპეცრაზმელებს ხელს ართმევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მაგრები ხართ ბიჭებო, ყველაფერი იყო ძალიან კარგად. შემდეგ იყო ასეთი ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები თითქოს აპირებდნენ შეკრებილიყვნენ სადღაც ერთ კონკრეტულ ადგილას და აი ამ მსვლელობას დაუპირისპირდა თავის დროზე სწორედ ნინო ბურჯანაძე. თუ გავიხსენებთ, სწორედ იგი იყო, ვინც გამოვიდა და გააკეთა განცხადება, მოუწოდა სააკაშვილის მომხრეებს, რომ დაშლილიყვნენ არანაირი თავშეკრა არ მომხდარიყო თბილისის არც ერთ უბანში. ამიტომ გისვამთ სწორედ ამ შეკითხვას, თუ იყო თქო ისეთი თემები, რომელსაც იგი აპროტესტებდა, რომელიც შესაძლებელია იმდენად მას ჰქონდა დაგროვილი, რომ დღეს უკვე საარჩევნო სიის თემაზე მოუწია აი ასეთი რადიკალური განცხადების გაკეთება. ჩვენ გასაგებია ვერ გავიგებთ რა ხდებოდა თქვენს კულუარებში, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არსებითი სხვაობა თუ იყო პოზიციებს შორის. თქვენ დასმულ საკითხზე მე ვერ ვიხსენებ ამ ესეთ დეტალს, თუმცა რო ყოფილიყო მეც წინააღმდეგი ვიქნებოდი, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამის ეს ვიღაცას თავში ქონოდა, ყოველ შემთხვევაში სერიოზულად, რაღაც შეკრებაზე რაც საუბრობთ.
ისე ვიმეორებ, მე ეს არ ვიცი და თქვენგან პირველად მესმის, მაგრამ ეს რომ დამდგარიყო ეს საკითხი, მეც წინააღმდეგი ვიქნებოდი, ნინო ბურჯანაძე წინააღმდეგი იქნებოდა და ნებისმიერი სხვაც, იმიტომ რომ ამის აუცილებლობა არანაირად არ იყო. რაც შეეხება, ისე ვიმეორებ, საკითხები უამრავია, ხედვა უამრავია, ტემპერამენტი ამ საკითხების გადაწყვეტისას რამდენი ადამიანისა იმდენია, აქედან გამომდინარე ასთა სხვადასხვაობა ღმერთმა დაიფაროს, რომ რომელიმე პოლიტიკურ გუნდში არ იყოს. მათ შორის მე სულ მაინტერესებს და თქვენ კულუარები რახანს ახსენეთ, ამაზე გამახსენდა, ალბათ კარგი იქნება, რომ ადრე თუ გვიანდა, რაც უფრო ადრე მით უკეთესი, შიდა პოლიტიკური, ესე ვთქვათ, შიდა გუნდური კამათი ამა თუ იმ საგნობრივ საკითხზე იყოს საზოგადოების განხილვის საგანი. მაგალითად, მე ჩემი გუნდის წევრთან საპენსიო რეფორმაზე მქონდა სხვადასხვა აზრი და ამაზე არა მარტო ვთქვათ სამსახურში ვკამათობდეთ, არამედ ვკამათობდეთ პირდაპირ ეთერში. კარგი იქნება, საბოლოოდ მე მიმაჩნია ეს კარგი იქნება და ალბათ საინტერესო იქნება და ყოველ შემთხვევაში იმას მაინც ძალიან მძიმე სერიოზულ თემებზე არ გამოდიოდა ერთი პერიოდი დებატებზე ხელისუფლება და დღეს ამბობ რომ ერთმანეთში უნდა ვიდებატოთ. შეიძლება დავასრულებ რა. იმიტომ იქნება საინტერესო ეს ყველაფერი, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ მაინც საგნობრივ საკითხებზე ვისაუბროთ კონკრეტულ თემაზე, მაგალითად არის სამუშაო ადგილები, როგორ აპირებს იმას სხვა ხედვა აქვს, მე სხვა ხედვა მაქვს, მაგრამ ფუნდამენტურად ჩვენ ვართ ერთნი და რაც თავარია, რასაც საუბრობდით, თავარი გაკვეთილი რა უნდა იყოს, თავარი გაკვეთილი უნდა იყოს ის, რომ დერადიკალიზაცია მოხდეს, ექსტრემისტული მოხდეს, ექსტრემიზმი, მაგალითად, მაგიდასთან ოპონენტებს შორის არის ის, რომ პირად შეურაცხყოფას აყენებთ და ჩვენ იმას მაინც შევძლებთ, რომ პირადი შეურაცხყოფის, რაღაცა დამცირების, ოჯახის შეურაცხყოფის, პირადი ცხოვრების ბაში ჩარევის გარეშე შევძლებთ რომელიმე თემებზე და მნიშვნელოვანია მათ შორის მტკივნეულ თემებზე. საინტერესოა ეს თუ შეიძლება მაყურებელმა წარმოიდგინოს, იმიტომ რომ მე არ ვიცი რამდენად გაბედავს რატო ჰილარი კლინტონი და ობამა თუ განაცხადოთ შეიძლება ჰილარი კლინტონს თავი დავანებოთ და გადმოვინაცვლოთ საქართველოში, თუ შეიძლება თქვენი უმრავლესობის დროს ადამიანები დააპირისპირებას კი არა, თუნდაც პირდაპირ ეთერში დააპირისპირებას კი არა ლიდერებთან ვერ ბედავდნენ ელემენტარულად გადაცემებში მონაწილეობას. მე ამ თემებზე არ გელაპარაკები დღეს, იმიტომ რომ ამ თემაზე არ გისვამთ ბატონო გიგის შეკითხვას. მე მინდა ისევ ნინო ბურჯანაძის თემას მიუბრუნდეთ, რადგან იგი აღარ არის სიის ნომერი პირველი, ანუ ავტომატურად იგი აღარ იქნება მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ნომერი პირველი, ანუ დავით ბაქრაძე იქნება თქვენი კანდიდატურა, თუ კი თქვენ მოახერხებთ საკუთარი კანდიდატურა გახადოთ პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე იქნება ბატონი დავით ბაქრაძე. დათო არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი აქტიური საინტერესო ბურჯანაძის მოყვანილი რამდენადაც ვიცი თქვენს კიდევ ერთხელ კარგი მაგალითი იმისა, რომ საკადრო საკითხებზე ჩვენ ბევრ საკითხებში ერთიანი პოზიცია გვაქვს, მაგალითად დათო ბაქრაძესთან დაკავშირებით. დათო არის მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საგარეო საქმეთა მინისტრი. მინდა გითხრათ, რომ ქვეყნისთვის ასეთ მძიმე ვითარებაში საგარეო საქმეთა მინისტრის, ესე ვთქვათ, გადმოსროლა წინასაარჩევნო კამპანიაში არ არის ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვინაიდან ქალბატონმა ნინო მიიღო ეს გადაწყვეტილება და რომ არ ეყარა კენჭი, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწორედ დათოს შევთავაზოთ ეს საკითხი. იცით, რომ სხვა შორის ამ ტრადიციას ქალბატონმა ნინომ ჩაუყარა საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან აქტიურ საგარეო, ესე ვთქვათ, ფიგურად ჩამოყალიბდა, თვითონ ქალბატონი ნინო ძალიან აქტიური იყო საერთაშორისო ასპარეზზე. იგი საგარეო საქმეთა მინისტრად. არის ეს საკითხი უკვე პრემიერ-მინისტრს დავუსვით, როცა იქ. კარგით, ბატონო გიგი, იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია გიგა ბოკერია გახდეს სულაც მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი. არა, მგონი ისე ვიმეორებ, საგარეო საქმეთა მინისტრი ვინ იქნება არჩევნების შემდეგ, იცით რომ პარლამენტ ხელახალი ეს დობა უნდა გამოუცხადოს მთავრობას. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამის რაოდენობის ხმების მოპოვების შემთხვევაში იქნება დავით ბაქრაძე. წარმომადგენელი იქნება დიახ, ნომერ სიის პირველი დავით ბაქრაძე, მაგრამ მანამდე არის 21 მაისი, ჩვენ უნდა ჩვენი პროგრამით წავდგეთ ხალხის წინაშე და ხალხის და საზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით კიდევ უფრო აქტიურად
წარმართოთ ის საქმეები, რაც აქამდე ვაკეთებთ. ეს არის სიღარიბის დაძლევა და ეს არის უმუშევრობის აღმოფხვრა და რაც შეიძლება თითოეული ადამიანისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. კარგით, ამ თემებზე მე დეტალურად დღეს არ ვსვამ შეკითხვებს. ბოკერია ვახსენეთ წეღან. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის საარჩევნო სიები, ნომერი 1, ნომერი 1 და ასე შემდეგ. ბოკერია, ნადირაძე, კალანდაძე, კოტე გაბაშვილი, კიდევ ვინ არ მოხვდა თქვენ სიაში? მე არ გთხოვთ სრული სია დამისახელოთ, მაგრამ კიდევ ვინ არ მოხვდა ისეთი ცნობილი სიაში, რომელზეც თქვათ საზოგადოებას ჰქონდა თავისი ძალიან ბევრი კითხვა იქნებოდა თუ არა იგი მომავალ პარლამენტში დეპუტატი. თქვენ მიერ დასახელებული პირები არ არიან სიაში და მე ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგიერთი მათგანი სხვა სამსახურ ძირითადი მათგანი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მე ვიტყოდი რომ არანაკლები მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთია პარლამენტში საკანონმდებლო საქმიანობა და ღია პოლიტიკური საქმიანობა, მეორეა სუფთა სამეურნეო საქმიანობა და მინდა დაგარწმუნოთ რომ ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე მეც არ მეგონა ძალიან ბევრად უფრო საინტერესოა ადგილობრივი პრობლემებით დაკავება ნებისმიერ პოლიტიკოსს, თუნდაც პოლიტიკური გამოცდილების მისაღებად, თუნდაც იმის გამო რომ უფრო ახლოს იყო ხალხთან. ხშირ შემთხვევაში ვიდრე პარლამენტი. და რა უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სამეურნეო საქმიანობით დაკავდება, ვთქვათ, მაია ნადირაძე ან ნინო კალანდაძე. ქვემოქართლის გუბერნატორზე მაქვს საუბარი. ვინ როგორ სად დასაქმდება, არ ამგონი რომ ეხლა განსახილველი საკითხი იყო, სიმართლე გითხრა ეს არც არის ჩემი პრეროგატივა, მაგრამ ისე ვიმეორებ. ადამიანებმა, რომელებმაც ძალიან მძიმე პერიოდში, ძალიან ბევრ მძიმე გადაწყვეტილებებზე მოუწიათ თავის თავზე აღება. ეს არ არის მარტივი რამ, სხვათა შორის მომავალ პარლამენტში ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის ოპოზიციიდანაც მოუწევს ძალიან ბევრი გადაწყვეტილების და რაც თავარია ადამიანის ერთ-ერთი ბარომეტრი არის სწორედ ის, რომ რამდენად შეუძლია მას პასუხისმგებლობა აიღოს მიმდინარე მოვლენებზე. აქედან გამომდინარე, იმის და მიუხედავად ეს შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, შეიძლება ბევრს მოეწონოს, ვიღაცა კმაყოფილი დარჩეს, ვიღაცა უკმაყოფილი დარჩება, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ბარომეტრი ამ თვალსაზრისით. ამიტომ მე არც ერთ ადამიანს კნინობითი ფორმით არ მოვიხსენიებდი, პირიქით, მადლობას ვეტყოდი ყველა იმ ადამიანს, ვინც იმუშავეს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. დიდი მადლობა და მე მინდა რომ დავსვა ბოლო შეკითხვა. მე არ გამოვყოფდი ჩემი გუნდის ხვისი გუნდი, ეს არ არის სალაპარაკო თემა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ჩემს მიერ იყვნენ რეკომენდირებულნი, თავად გადაწყვეტენ თუ რა გადაწყვეტილება მიიღონ. თქვა თუ არა თქვენი ინფორმაციით, თუ გაქვთ ასეთი ინფორმაცია, რომელიმე ადამიანმა, ვინც შემოთავაზებული იყო ამ სიაში ნინო ბურჯანაძის მხრიდან, უარის სიაში დარჩენილი იყო, მას შემდეგ რაც ბურჯანაძემ გააკეთა დღევანდელი განცხადება. რა სიტყვით ბატონო გიგი? მე როგორც გითხარით, რამდენიმე ადამიანი არის ქალბატონ ნინოს მიერ რეკომენდირებული ჩვენს სიაში ის კანონის მიხედვით 16 მაისამდე თუ არ ვწდები თითოეულ ადამიანს, ვინც სიაში არის, შეუძლია უარი თქვას, ასე რომ მე ვერ ხედავ პრობლემას, მე რამდენად ვიცი, არავის არაფერი არ უთქვავს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კანონის მიხედვით თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა 16 მაისამდე თქვას, თუმცა არ ამგონი რომ ეს საკითხი იყოს, რომელიც ვთქვათ, ეხლა განსახილველი საკითხი იყოს. კარგით, მომინდა რომ ჩვენ ერთად ვნახოთ ჩვენი ინტერაქტივის შედეგები, იყო დასმული ასეთი შეკითხვა დღის მთავარ თემასთან დაკავშირებით, დღის მთავარ პოლიტიკურ სკანდალთან გნებავთ, შეიცვლება თუ არა, უпростоრეთ რამდენად იმოქმედებს ნაციონალური მოძრაობის იმიჯზე ნინო ბურჯანაძის წასვლა საარჩევნო სიიდან, 38%-ზე მეტი ამბობს, რომ პარტიის იმიჯზე ეს იმოქმედებს უარყოფითად, თითქმის 60% ამბობს, რომ არაფერი არ შეიცვლება. საინტერესოა რატომ თქვენ როგორ ფიქრობთ? ნინო ბურჯანაძე ბოლო პერიოდში იყო დარტყმის მთავარი ობიექტი ოპოზიციის მხრიდან, მე ამ შეკითხვას დაგისვავდა დაგემშვიდობებით, იყო ყველაზე მთავარი ობიექტი დარტყმისა ოპოზიციის მხრიდან. თუ გავიხსენებთ ცნობილი შიმშილობის დღეებს, იგივე ახალი მემარჯვენეების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს, იგივე ეროვნული საბჭოს ლიდერების მხრიდან გააკეთებულ განცხადებებს ბურჯანაძის წინააღმდეგ, იგი იყო ერთ-ერთი მთავარი დარტყმის ობიექტი. რა შეიცვლება დღეიდან, ვინ გახდება თქვენ? როგორ ფიქრობთ, ვიზე მოვა მთელი დარტყმა?
იმ სიგრძე შეკითხვა დასით რომ თავში დამავიწყდა თქვით რატომ არის ესეთი ინტერაქტივი თქვენ თავიდან არა ინტერაქტივი კი ბატონო თუნდაც ინტერაქტივიდან გამომდინარე დავსვი მე შეკითხვა იმიტომ რომ არის კონკრეტული მონაცემები ძალიან დიდი რაოდენობა ჩვენი მაყურებლისა ფიქრობს რომ არაფერი არ შეიცვლებაო ნინო ბურჯაანძის წასვლით საარჩევნო სიიდან თქვენი მე ამ თვალსაზრისით ვიტყოდი იმას რაც პრეზიდენტმა აღნიშნა რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის არც მიხეილ სააკაშვილის, არც ნინო ბურჯანაძის, არც გიგი უგულაოსი და არც ერთი ადამიანის, რომელსაც ესა თუ ის თანამდებობა უკავია პარტიაში და სახელმწიფო თანამდებობა. ეს არის ხალხის პარტია, ეს არის ძლიერი ინსტიტუციონალიზირებული პარტია, რომელსაც ყავს უამრავი მხარდამჭერი და ამ მხარდამჭერების, ამ აქტივისტების, ამ პირველადი ორგანიზაციების, ამ უბნის კოორდინატორებისა და ასე შემდეგ მთლიანი პარტიული სტრუქტურის პარტია ნაციონალური მოძრაობა. აქედან გამომდინარე, არ ამგონი რომ სხვა ინტერაქტივი შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ პოლიტიკა ამ შემთხვევაში ხალხს აინტერესებს, საით მიდის პოლიტიკა, რა შეიძლება ამა თუ იმ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მოუტანოს, რა შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გააკეთოს და ნაციონალური მოძრაობა რჩება თავის პრინციპების ერთგული, იქნება თავის პრინციპების ერთგული, ესე პრინციპები არის ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ეს არის უმუშევრობის დაძლევა, ეს არის სიღარიბის დაძლევა. აქ ამ თვალსაზრისით ალბათ არაფერი არ შეიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიგი, ვნახოთ რა სიტყვიან თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ცხადია ჩვენ გვექნება მათთან ინტერვიუები პირდაპირ ეთერში ჩვენი შემდეგი გადაცემის სტუმრები რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ამჯერად ნამდვილად იქნებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ისე რატომ გადაიდო ესეც საინტერესოა შესაძლებელია გადაიდო მათი წინასაარჩევნო შოუ ჩვენს ეთერში იმიტომაც რომ იყო აი ამ ხოლო გაუგებრობა სიებთან დაკავშირებით მე ნამდვილად არ ვაპირებ ოპოზიციაში წასვლას ძალიან ბევრი რამ რაც კეთდებოდა ჩემი ამ გუნდში ყოფნის პერიოდში იყო ნამდვილად სწორი თუმცა ნინო ბურჯაანძის ამ განცხადების ყალდაკვალ ჩვენ დღეს მოვისმინეთ მისი განცხადებები ხელისუფლების შეცდომების თაობაზე და რაც ყველაზე საინტერესოა ის რომ მისი გადაწყვეტილება არის საბოლოო და შეცვლას არ ექვემდებარება ნინო ბურჯაანძე უმრავლესობის საარჩევნო სიიდან წავიდა შესაბამისად მომავალ პარლამენტში ის აღარ იქნება მე გემშვიდობებით აქვე ერთი კვირით აღდგომის დღეებში ჩვენ არ შეგაწყენთ თავს დიდი პოლიტიკური აურზაურითა და წინასაარჩევნო პრეზენტაციებით ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთი კვირის შემდეგ პირდაპირ ეთერში ზუსტად 22 საათზე მე გიგი უგულავას დავემშვიდობები დიდ მადლობას გადავხდი გადაცემაში მონაწილეობისთვის და აქვე დავიტოვებ იმედს რომ ერთ-ერთი ჩვენი გადაცემის სტუმარი პირდაპირ ეთერში იქნება ნინო ბურჯაანძე რომელიც თავს აღარ შეიკავებს ისაუბროს იმ პრობლემებზე რის გამოც მან უმრავლესობის სია დატოვა ნახვამდის